სინდისის პატიმრად და აქციების გმირად შერაცხული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც საჯაროდ რუსეთის წინააღმდეგ პოზიციონირებს, თავად რუსულ ფილმსა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობს, საიდანაც შესაბამის შემოსავალსაც იღებს. მაგალითად, ჭიჭინაძის მონაწილეობით რუსული ფილმი ნინა 2023 წელს გამოვიდა. გარდა ამისა, ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობი აქციების კიდევ ერთ მონაწილე ანა ჯავახიშვილთან ერთად მთავარ როლს ასრულებს ვლადიმერ პუტინის გაცხადებულად მხარდამჭერი რეპერის და უკრაინის მიერ დასანქცირებული ბასტას კლიპში. ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე? მოკლედ რუსეთში მოღვაწეობს რეპერი ბასტა ვასილი მიხაილოვიჩ ვაკულენკო, რომელიც 2023 წელს უკრაინამ დაასანქცირა ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო. ბასტას 3 წლის უკან გადაღებულ კლიპში მიმდინარე აქციების გმირად გამოცხადებული ანდრო ჭიჭინაძეა მთავარი როლის შემსრულებელი. უფრო მეტიც ვიკიპედიის მიხედვით 2017 წელს ბასტას 3 წლით აეკრძალა უკრაინაში შესვლა, რადგან ის ყირიმში 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამოდიოდა. ანუ ოკუპანტის გაცხადებულად მხარდამჭერი რეპერის კლიპში მიიღო მონაწილეობა ვინმე ანდრომ, ხო და ახლა რა მაინტერესებს ურა პატრიოტებისგან? 3 წლის წინ რუსეთი ოკუპანტი არ იყო? ესეთი გმირები ყავთ მათ, იმასაც დავამატებ, რომ რუსული რუბლების ამღები ანდრო ჭიჭინაძე, რუსული რუბლების ამღები ელენე ხოშტარიას უახლოესი ნათესავია. ირონიულია ის ფაქტიც, რომ ანდრო ჭიჭინაძე რუსეთთან ფსევდომებრძოლი რადიკალი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია, რომლის ოჯახიც უკვე წლებია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს. როგორც ჩანს, ოჯახის მავნეჩვევაა, რომ ყველა გარდა საკუთარი თავისა რუსეთთან კავშირში დაადანაშაულონ, თავს დაესხან სხვა ადამიანებს, თუმცა თავად რუსული რუბლები უხერხულობას არ უქმნით. კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც სოციალურ სივრცეში ყველასთვის ხელმისაწვდომია, ჭიჭინაძის დედა დეზინფორმაციას უწოდებს. ამასთან ამბობს, რომ მსახიობმა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, უარი თქვა რუსულ ფილმებში მონაწილეობაზე, თუმცა Facebook პოსტში ლიკა გუნცაძე არაფერს წერს იმაზე, თუ რატომ თანამშრომლობდა ანდრო ჭიჭინაძე რუს კოლეგებთან და რატომ იღებდა შემოსავალს რუსეთიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე. არც ერთ პროექტში უკრაინის ომის მერე რუსები, რასაც სთავაზობდნენ, არ მიუღია მონაწილეობა. თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ, რაზეც რა თქმა უნდა ანდრო უარს ამბობდა. რადიკალების მხარდამჭერი ხელოვანების ხელოვნური ყვირილი და ხმაურის შექმნის მცდელობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ანდრო ჭიჭინაძე 10 პირთან ერთად დააკავეს. პროცესები იქამდეც მივიდა, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. თეატრთან შეკრებილებმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლება არა უგვიანეს 20 იანვრამდე მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დოიაშვილის განცხადებით პასიური პროტესტიდან მოქმედებაზე გადავიდოდნენ. აქამდე ჩვენ არჩევთ პროტესტის პასიური ფორმა. დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი მოვითხოვთ. ამავე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების, ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას არ აუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე. ჩვენი მოთხოვნის არ გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე. დოიაშვილის ულტიმატუმს ვადა დღეს ამოეწურა, თუმცა დოიაშვილი რამდენიმე ათეულ აქტივისტთან ერთად მოქმედებაზე ჯერ არ გადასულა. რაც შეეხება ოპოზიციას, რადიკალები კონკრეტულ ფაქტებს, პროპაგანდას უწოდებენ. არ ვიცი მე რა ფილმში თამაშობს სიმართლე გითხრათ და სამარცხვინოა დაკავებული ადამიანის წინააღმდეგ რაიმე მსგავსი ტიპის პროპაგანდის წარმოება. ის ხელოვანები, რომლებიც ახლა საპროტესტო აქციებზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად თითქოს ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ იბრძვიან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში თავად არაერთ სამთავრობო ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას, რაც მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინებაა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს ფაქტები დისკუსიის საგანი მაშინ ხდება, როდესაც თავად ამ ადამიანებს რუსეთთან კავშირები უხერხულობას არ უქმნით, სხვებს კი ამ მოტივით აბულინგებენ. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მიდგომები მას შემდეგ დასრულდება, რაც ქართულ პოლიტიკას კოლექტიური ნაცმოძრაობა ჩამოშორდება. ანდრო ჭიჭინაძის არავის არ მიუთითებია, რომ შენ რატო იღებ რუსულ კლიპში მონაწილე. მისი საქმეა. თუ ყველაფერი ასე იზღება უკაც რუსული, მაშინ აქ რაშია საქმე, ხო? ატიმარია მეტი არაფერი არ ვთქვათ ამ კაცზე, ვთქვათ ისიც რომ კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი. მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებსაც და მე ვთქვი, რომ მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩაუდგე მეთქი. თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის რომ კი ბატონო, თუ რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგან მზადა ვართ, უშუამდგომლო თავდებში ჩაუდგეთ თუ რა ფორმითაც გნებავთ, ისევე როგორც ახლა ეს თავდებობთ არ მოხდარა, ისევე როგორც აგერ ორმა ადამიანმა
დღეს იყო ერთ-ერთი უკრიბელაშვილი თუ არ ვთქვი, ხო? აღიარა, მოინანია, გაითავისა, რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან. მაგრამ მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს. ლეაკა ხოშტარიას რო ეტრფი პოლიტიკური გაგებით და იცი რომ მილიონებს იღებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და იჯერებ იმას რომ ეს არის სამკვიდრო თანხა და არა კგბ-ს თუ ფსბ-ს ლეგენდა უკვე აქ პრობლემები გაქვს ადამიანები ჩადიოდნენ მოსკოვში უმღეროდნენ პუტინს ომის შემდეგ ანუ რუსეთს საქართველოს ომის შემდეგ პუტინთან ვღეროდნენ და ეს ადამიანები მერე გაგიჟდნენ ყველაფერზე რუსულზე გამწარდნენ როდესაც უკრაინაში შევარდა პუტინი ის კი არის პრობლემა რომ ვინმე სადმე თამაშობს პრობლემა აქ ის არის რომ მოქალაქეების გარკვეულ წრეს აქვს ერთგვარი მონოპოლია უბრალოდ სურს რომ ერთგვარი მონოპოლია ჰქონდეს რაღაცის კეთების და მაშინ როდესაც საპირისპიროდ როცა სხვა აკეთებს აბულინგებენ ფსიქოლოგიური ტერორის წინაშე ამყოფებენ სხვა ადამიანებს ეს არ არის მარტო ამ ადამიანთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებამ არაერთხელ ნახა სხვადასხვა ბიზნესები როგორ ერთის ხრივ მოუწოდებენ მოსახლეობას გარკვეული პოლიტიკის ევროპის ეგრეთ წოდებული ევროპის პოლიტიკის გატარებისკენ მაშინ როდესაც ფაქტობრივად აშენდნენ რუსეთთან ვაჭრობით აქ მხოლოდ ერთ მსახიობზე არ არის საუბარი აქ საუბარია მომღერლებზე რომლებიც გამოდიოდნენ ვითომ ანტირუსულ აქციაზე და ამ დროს ომის მერე აგვისტოს ომის მერე კრემლში აქვთ ნამღერი პუტინთან და ასე შემდგომ ამიტომ ეს ორმაგი და სამაგი სტანდარტები საქართველოს საზოგადოებას სამწუხაროდ აღარ უყვირს და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს როგორც კი ჩვენ შევძლებთ და ჩამოვაცლებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ქართულ პოლიტიკას ორმაგი სტანდარტი და ფსევდოპატრიოტიზმი ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ძალადობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ ყველაფერ რუსულს ებრძვიან. სხვებს კი რუსეთთან კავშირებში ადანაშაულებენ, აბულინგებენ და თავს ესხმიან. ფაქტები ადასტურებს, რომ თავად ოპოზიციის მხარდამჭერი ხელოვანები უარს ვერ ამბობენ რუსულ კონცერტებში, ფილმებსა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობასა და შესაბამის ანაზღაურებაზე.